გამარჯობა, თქვენ უყურებთ Excel 2016-ის ვიდეო გაკვეთილებს. ამისათვის გავაკეთოთ შემდეგი ბრძანება. მარჯვენა ღილაკი შიტის სათაურზე, დათუკიშვილზე და ავირჩიოთ ბრძანება Move or Copy. გამოსულ კონტექსტურ მენიუში ავირჩიოთ ბრძანება New Book-ი, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა OK ღილაკზე დაჭერისას შიტის სახელად დათუკიშვილი ამოიშლება და წავა ახალ ფაილში. და ფაილი შეიქმნება book 2. მოდით დავასეივოთ ეს ფაილი, შევინახოთ დესკტოპზე და დავარქვათ ახალი ფაილი. დავასეივეთ და მივიღეთ დესკტოპზე ახალი ფაილი. დავხუროთ ეს ფაილი. მაგრამ რა უნდა გაგვეკეთებია იმ შემთხვევაში, თუ პირობითად შიტი გიორგის გადატანა გვინდოდა ფაილში, რომელსაც ქვია project. ამას ორჯერ ჩქარა დავაკლიკებთ, წინასწარ გავხსნით აუცილებლად ფაილს, რომელიც არის project-ი და შემდეგ უკვე shit გიორგის ვაძლევთ ბრძანება move or copy. გამოსულ კონტექსტურ მენიუში ვირჩევთ ბრძანებას project, ანუ ის shit-ი, ის ფაილი, რომელიც უკვე გახსნილია, შემდეგ ვირჩევთ ბრძანებას move to end, ვაწვევით OK ღილაკს და ვნახავთ, რომ გიორგის shit-ი გადავიდა project ფაილში და თავად ფაილი, რომელსაც ერქვა გიორგი დათუკიშვილი, აღარ შეიცავს აღარც დათუკიშვილ შიტს და აღარც გიორგის შიტს. მადლობა ყურადღებისათვის.